თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ებრაული დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფურიმი გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ შეზღუდული შესაძლებლობების სარეაბილიტაციო ცენტრის AIS-ის აღსაზრდელები. ღონისძიებას ისრაელის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი და მინისტრის მოადგილე დაესწრნენ. Asiamunua რომ დღევანდელ დღეს ბავშვთა სასახლე მასპინძლობს დღესასწაულს, სადაც უნარ შეზღუდული ბავშვებისთვის არის მოწყობილი შეხვედრა, ასევე ებრაელი და ქართველი ბავშვებისთვის. ალბათ ეს ურთიერთობა მომავალში უფრო გაგრძელდება, გაღრმავდება. ეს არის ძალიან ლამაზი დღე, ორგანიზატორი გახლავთ ორავნერის ორგანიზაცია და ხაბადი. დღეს ვზეიმობთ, მოვისმინეთ მეგილათ ესტერი, რომელიც არის ერთ-ერთი მცნება, დანარჩენი სამი მცნება მე იმედი მაქვს, რომ დღეს საშუალება მოგეცემა და ამასაც შევასრულებთ, გავაკეთებთ სიკეთეს, მაგრამ ეს ჩვენი დღევანდელი დღის პირდაპირ დანიშნულებაა. მსოფლიო ებრაელობა ერთ-ერთ უდიდეს და გამორჩეულ დღესასწაულს აღნიშნავს. ეს 24 საუკუნის წინ სპარსეთში ებრაელობის ფიზიკურ გადარჩენას ეხება. რომარა დედოფალი ესთერი, მისი გამჭრიახობა და მისი თავგანწირვა სიყვარული თავის ხალხისადმი, ალბათ ეს დღესასწაულიც არ იქნება.